ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, მათ შორის 16 ტონის ხანძარს და 8 კი პალისეიდის ხანძარს ემსხვერპლა ინფორმაცია CNN-ი ავრცელებს. ამასთან ოფიციალური პირების განცხადებით ამ დროისათვის მსხვერპლის რეალური რაოდენობის დადგენა ვერ ხერხდება, რადგან ზოგიერთ ადგილამდე მისვლა უსაფრთხო არ არის. 105,000-ზე მეტი მცხოვრები კვლავ ევაკუაციის ბრძანების ქვეშ იმყოფება. ლოკალიზებულია პალისეიდის ხანძრის მინიმუმ 11% და იტონის ხანძრის 27%. CNN-ის ინფორმაციით მეხანძრეები ხანძრის წინააღმდეგ 6 დღიანი ბრძოლის კრიტიკულ ეტაპზე არიან. ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა $50 მილიარდ მიაღწიოს, ხოლო დაზღვეული ქონების ზარალის მოცულობამ $20 მილიარდ გადააჭარბოს. ამის თაობაზე აღნიშნულია JP Morgan Chase-ის ანალიტიკოსების პროგნოზში. რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ბოლო პაკეტი ენერგეტიკასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ცენტრალურ ევროპას. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარატომ განაცხადა. მისი თქმით, სანქციები ნავთობისა და გაზის მიწოდებას შეამცირებს და ამან კი შესაძლოა საწვავის ფასების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვიოს. როგორც მან აღნიშნა, უახლოეს დღეებსა და კვირეებში მჭიდრო კონსულტაციებს განახორციელებენ რეგიონულ პარტნიორებთან, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ ენერგეტიკული სანქციების გავლენა საწვავის ფასის ზრდაზე. ინფორმაციისთვის 10 იანვარს ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსული ნავთობისა და გაზის სექტორის წინააღმდეგ სანქციების ყოვლის მომცველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციები ასევე შეეხო 183 ტანკერს, მოვაჭრეებს, ნავთობ სერვისის კომპანიებს, რიგი ნავთობ კომპანიის ხელმძღვანელებს და რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს. სლოვაკეთის პრეზიდენტმა პიტერ პელეგრინიმ უკრაინაში ვიზიტი გააუქმა. ამის თაობაზე საინფორმაციო სააგენტო Deutsche Welle ავრცელებს ინფორმაციას. საქმე ის არის, რომ მას შემდეგ, რაც პელეგრინი პრეზიდენტად აირჩიეს, ის უკრაინაში სხვა მეზობელ ქვეყნებში სტუმრობის მსგავსად ვიზიტს გეგმავდა. თუმცა უკრაინის გადაწყვეტილება, რომ რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩეროს, გახდა მიზეზი ვიზიტის გაუქმების. აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიუხედავად რუსული გაზი უკრაინის გავლით სხვა ქვეყნებს მიეწოდებოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ უკრაინამ უარი თქვა რუსეთთან ამგვარ ურთიერთობაზე და ქვეყნებს რუსული გაზის მიწოდება შეუზღუდა, რომელიც საკანონმდებლო დონეზეც იქნა მიღებული. შვეიცარია მზადაა ორგანიზება გაუწიოს ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრას, თუ ისინი ამას მოითხოვენ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის თაობაზე შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკოლას ბიდომ შვეიცარიულ გამოცემა Le Temps განუცხადა. ბურგენსტოკში გამართული სამიტის შემდეგ უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს რეგულარულად ვაწვდით ინფორმაციას ჩვენი მზადყოფნის თაობაზე მხარი დაუჭიროთ ნებისმიერ დიპლომატიურ ძალისხმევას მშვიდობის დამყარებისთვის, აღნიშნა Le Temps-ი წერს, რომ შვეიცარიის ხელისუფლება მოლაპარაკებების ორგანიზების ინიციატივას არ აპირებს, მაგრამ მზადაა გააკეთოს ეს მხარეების თხოვნით. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურობას არ ცნობს და ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად ედმუნდო გონსალესს მოიხსენიებს. შეერთებულ შტატებში მცხოვრები ვენესუელელების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს თავისუფალ ვენესუელას და მე მათ სრულ მხარდაჭერას უცხადებ. ამ მამაც ადამიანებს საფრთხე არ უნდა დაემუქროს, აცხადებს ტრამპი. ცნობისთვის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა $25 მილიონ გაზარდა ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს დაპატიმრებას. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატები ამატებს ახალ ჯილდოს $15 მილიონ ოდენობით ინფორმაციისთვის, რომელიც გამოიწვევს თავდაცვის მინისტრის ვლადიმერ პადრინოს დაპატიმრებას. 11 იანვარს მოსკოვის ვნუკოოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა ავიაკომპანია UT-რის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან დუბაიში მიფრინავდა. გამოცემა Moscow Times-ის ცნობით, ეს 2025 წლის 12 დღეში რუსული ავიახაზების თვითმფრინავების რიგით მეოთხე ავარიული დაშვება. როგორც ავიაკომპანია UT-ში განაცხადეს, თვითმფრინავის გადაუდებელი დაბრუნების მიზეზი გახდა ჰიდრაულიკური სითხის დონის ცვლილება. სერვის Flight Radar 24-ის ცნობით, თვითმფრინავმა ფრენის მიმართულება ბაქოს რაიონში შეიცვალა და უკან მოსკოვში დაბრუნდა. შეგახსენებთ, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ფედერაციას, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა რუსეთის საავიაციო ინდუსტრიაზე და გახშირდა რუსული ავიაკომპანიების ხომალდების პრობლემური ფრენა.